გამარჯობათ. ვაგრძელებთ კურსს სამყაროს აგებულება დიდი მასშტაბებიდან ზემცირე მანძილებამდე და ეს არის ლექცია ნომერი 5. ამ ლექციის ძირითადი თემა არის ელემენტარულ ნაწილაკთა კლასიფიკაცია, თემა რომელიც განხილვად ჩვენ დავიწყეთ წინა ლექციაზე. კერძოდ ამ საკითხის განხილვა ჩვენ დავიწყეთ იმ კითხვის დასმით, თუ როგორ უნდა მოხდეს ელემენტარულ ნაწილაკთა კლასიფიკაცია. ამისათვის ჩვენ მოვიყვანეთ რამდენიმე სადემონსტრაციო ეფექტი, რომელიც დაკავშირებული იყო ბრუნვით მოძრაობასთან და კითხვა იყო, რომ აგვეხსნა აი ეს ეფექტები, რომლებიც ვიზუალურად ძალიან მკვეთრად ჩანს, თვალნათლად ჩანს. კერძოდ აი რა არის ამ ეფექტების მიზეზი. აი სლაიდზე გამოსახული არის ორი მაგალითი, რომელსაც ახლა განვიხილავ და შემდეგ შევეცდები ახსნა თუ რა მექანიკურ სიდიდესთან არის დაკავშირებული ეს ეფექტი. ამ ეფექტების ახსნა არ სცილდება კლასიკური ფიზიკის საზღვრებს და როგორც ირკვევა ანალოგიურად მიკროსამყაროში, რომელთაც აღიწერება ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა, კერძოდ ელემენტარული ნაწილაკები, ასევე გვაქვს ანალოგიური სიდიდე და აი ამ სიდიდის თვისებებით შეიძლება დახასიათდეს და მოხდეს ელემენტარული ნაწილაკების კლასიფიკაცია. სლაიდის მარცხენა მხარეზე ჩვენ ვხედავთ მოციგურავე გოგონას, რომელიც ასრულებს ბრუნვით მოძრაობას და ეფექტი მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც გლუვ ზედაპირზე სხეული ბრუნავს, აი ამ შემთხვევაში მოციგურავე, მაშინ როდესაც იგი ხელებს შლის, მისი ბრუნვითი სიჩქარე მცირდება, ხოლო როდესაც სხეულთან ახლოს მიაქვს ხელები, ანუ მისი ასე ვთქვათ, განივი ზომა, ეფექტური ზომა მცირდება, მისი ბრუნვითი სიჩქარეც იზრდება. აი ამავე სლაიდის უკვე მარჯვენა მხარეს მოყვანილია უფრო საინტერესო ეფექტი, რომელიც რა თქმა უნდა კვლავ ბრუნვით მოძრაობასთანაა დაკავშირებული, მაგრამ აი ამ ბრუნვითი მოძრაობის თვისების შესწავლით შესაძლოა გარკვეული მანიპულაციის ჩატარება იმისათვის, რომ ჩვენ ვაკონტროლოთ ბრუნვითი მოძრაობა. კერძოდ აი აქ კაცი დგას ბრუნავ დისკზე, რომელიც აი ეს საყრდენი დისკი, სადაც ადამიანი დგას, არის გაჩერებული საწყის მომენტში და მას ხელში უჭირავს ღერძზე დამაგრებული ბრუნავი დისკო, რომელიც ბრუნავს თავისი ღერძის გარშემო. თავდაპირველად ეს ღერძი იმყოფება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ანუ აი ამ ჰორიზონტალური მიმართულების ირგვლივ ბრუნავს აი ეს დისკი. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მაგალითად აი ბრუნავი ქოლგა. ყველას ალბათ ვისაც ჭერია ქოლგა ხელში, უცდია რომ მისი ღერძის გარშემო დაებრუნებინა ეს ქოლგა და იგი საკმაოდ კარგ ბრუნვით მოძრაობებს ასრულებს, იმიტომ რომ ეს ქოლგა არის სიმეტრიული ობიექტი. ხო, აი ასეთი დისკო უჭირავს ამ ადამიანს ხელში, რომელსაც ჩვენ სურათზე ვხედავთ. კიდევ ვიმეორებ, რომ როდესაც ეს დისკო უჭირავს საწყის მდგომარეობაში, ანუ თვითონ მისი საყრდენი დისკი, რომელსაც ასევე შეუძლია ბრუნვითი მოძრაობა, არის გაჩერებული. მაგრამ საკმარისია, რომ აი ამ ბიჭუნამ ეს შეცვალოს აი ამ ხელში დაჭერილი ღერძის მიმართულება და დაიჭიროს იგი ვერტიკალურ მდგომარეობაში, ანუ ამ შემთხვევაში დისკო უკვე იბრუნებს ვერტიკალური ღერძის ირგვლივ. დაკვირვება აჩვენებს იმას, რომ ის დისკი, რომელზეც დგას ეს ბიჭუნა, ის დისკიც მოვა ბრუნვით მოძრაობაში და უფრო საინტერესო არის ისე, რომ ამ ბრუნვით მოძრაობას, რომელთაც თავდაპირველად გაჩერებული დისკი მოვა მოძრაობაში, ექნება განსაზღვრული მიმართულება, კერძოდ ეს მიმართულება იქნება იმის საწინააღმდეგო, თუ აი ვერტიკალურ ღერძის გარშემო პატკი, რომელიც აი ამ ადამიანს უჭირავს ხელში, რაღაცა მიმართულებით, რომელსაც ანუ მას ექნება საწინააღმდეგო ბრუნვითი მოძრაობა. აი ეს ორივე ეფექტი და კიდევ მრავალი ეფექტების მოყვანა შეგვიძლია ჩვენ, რომელიც დაკავშირებული არის ბრუნვითი მოძრაობასთან. აი ეს ორი ეფექტი თურმე დაკავშირებულია ისეთ სიდიდესთან, რომელიც კარგად არის შესწავლილი კლასიკურ ფიზიკაში, მექანიკაში და ამას უწოდებენ იმპულსის მომენტს.
აი ეს იმპულსის მომენტი თურმე არის სიდიდე, რომელიც ინახება და აი ეს შენახვის კანონი განაპირობებს სწორედ იმ ეფექტებს, რომლებიც ჩვენ აი ავწერეთ წინა სლაიდზე. კერძოდ, იმპულსის მომენტი გააჩნია ნებისმიერ სხეულს, ეს იქნება მატერიალური სხეული, ანუ წერტილოვანი სხეული თუ მაკროსკოპული დიდი სხეული, რომელიც ასრულებს გარკვეულ მოძრაობას, ბრუნვით მოძრაობას, ეს არის მნიშვნელოვანი, გარკვეული წერტილის მიმართ, ანუ გარკვეული ცენტრის მიმართ. აი აქ გამოსახულია მაგალითად O ცენტრის მიმართ წრე არის, წრეწირი არის აქ დახატული. აი O ცენტრის მქონე წრეწირის ირგვლივ წერტილის ბრუნვითი მოძრაობა. კერძოდ, აი ეს წერტილი, აი რომელიც აქ მივუთითებ მე, ასრულებს აი საათის ისრის საწინააღმდეგო ბრუნვით მოძრაობას, აი ამ ისრის ამ ცენტრის ირგვლივ. კერძოდ, მას აქვს რაღაცა დაშორება ამ ცენტრიდან, აი მოცემულია ეს დაშორება R-ით, ანუ მისი ამ წრეწირის რადიუსი არის პატარა R-ით აღნიშნული და მას აქვს მიმართულება, ანუ მისი იმპულსიც პ-ი არის აღნიშნული, მიმართული არის ყოველ წერტილში ამ წრეწირის მხების გასწვრივ. მხები არის ის მიმართულება, რომელსაც ადგენს აი ეს წრფე მოცემულ წერტილში რადიუსის მიმართ ადგენს 90 გრადუსს, ანუ მართობულ მდგომარეობას. და იმპულსის მომენტი, რომელიც აღნიშნულია L-10, თურმე დამოკიდებული არის აი ამ ორ სიდიდეზე, კერძოდ რადიუსზე, ამ შემთხვევაში მიმართულება რა ხან აქვს, ეს არის რადიუს ვექტორი და ასევე მის იმპულსზე, რომელიც მიმართულება ამ შემთხვევაში ემთხვევა მისი სიჩქარის მიმართულებას, ანუ მოძრაობის მიმართულებას ყოველ მოცემულ წერტილში. როგორც ირკვევა, იმპულსის მომენტს აქვს ორი მახასიათებელი, მას აქვს აბსოლუტური მნიშვნელობა, ანუ რიცხვითი რაღაცა მნიშვნელობა და მას აქვს კონკრეტული მიმართულება. აი ასეთ სიდიდეს უწოდებენ ვექტორს, ანუ ვექტორი არის ობიექტი, რომელსაც გააჩნია მიმართულება, აი სურათზე ისრით არის მოცემული, აი მაგალითად L ვექტორი არის მიმართული ვერტიკალურად ზევით, აი ეს R ვექტორი არის აი ამ სიბრტყეში მიმართული, მისი მიმართულება არის ცენტრიდან წრეწირისაკენ და აი P ვექტორი არის, როგორც გითხარით, მხების გასწვრივ მიმართული. ხო, აი ეს ის არის, გვიჩვენებს მიმართულებას, აი ეს სამივე ის არის აქა, რომელსაც თქვენ ხედავთ სურათზე, გვიჩვენებს მიმართულებას და ამას გარდა თითოეულ ვექტორს, რადგანაც იგი არის მონაკვეთი, აქვს სიგრძე, ანუ აბსოლუტური მნიშვნელობა. იმისათვის, რომ გავიგოთ თუ რა მიმართულებით არის მიმართული მომენტი, ამისათვის გამოიყენება ეგრეთ წოდებული მარჯვენა ბურღის წესი. აი აქ სურათზე ხედავთ თუ მარჯვენა ბურღის წესი ხელით, ანუ მარჯვენა ხელით როგორ უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ დავადგინოთ თუ რა მიმართულებას ადგენს იმპულსის მომენტი. კერძოდ, მარჯვენა ხელი უნდა დავიჭიროთ ისეთნაირად, რომ გაშლილი თითები, კერძოდ საჩვენებელი და სხვა თითები, ცერა თითის გარდა, გაშლილი თითები ემთხვეოდეს ბრუნვით მოძრაობას, აი აქ ხედავთ თქვენ ველოსიპედის ბორბალი, რომელიც ასრულებს აი ესეთ მიმართულებას, კერძოდ ისეთ საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებას თუ შევხედავთ აქედან მხრიდან, ხო? აი ეს გაშლილი თითები არის სწორედ გაშლილი თითების მიმართულება არის ემთხვევა აი ამ ბრუნის მიმართულებას ამ შემთხვევაში, ხოლო ხელის გული ისე უნდა იყოს განთავსებული, რომ აი ბრუნის ცენტრიდან აგებული რადიუს ვექტორი შედიოდეს ჩვენ ხელის გულში. აი თქვენ ხედავთ აქ, რომ აი ამ ცენტრიდან მე თუ გამოვავლებ რადიუს ვექტორს, ხო, აი მაგალითად აი ეს ბრუნავი ბორბლის, აი ეს მონაკვეთი, აი რომელსაც აღნიშნავ მე აქა, ხო, ის თუ შედის ხელის გულში, ასეთ შემთხვევაში გაშლილი ცერა თითი მიჩვენებს მე იმპულსის მომენტის მიმართულებას. ხო, აი ამ მარჯვენა ბურღის წესით უკვე იოლია, აი ამ მარცხენა მოთავსებულ სურათზე დავადგინოს თუ სად არის იმპულსის მომენტი, საით რა მიმართულებით არის იმპულსის მომენტი მიმართული. კერძოდ უყურეთ, აი ავიღოთ ეს წერტილი და ეცადეთ აი წარმოიდგინოთ
თუ როგორ უნდა განათავსო ეს ჩემი მარჯვენა ხელი. კერძოდ მარჯვენა ხელი განთავსებული იქნება ისე რომ ჩემი 4 თითი მიმართული იქნება იმპულსის მიმართულებით, აი ამ ვექტორის მიმართულებით. ხელის გული ისე უნდა იყოს მოთავსებული ისეთი მიმართულებით, რომ აი ეს ვექტორი, ანუ R ვექტორი შედიოდეს ჩემ ხელის გულში და ბუნებრივი არის რომ მართობული მიმართულებით გაშლილი წერა თითი ამ შემთხვევაში მიმართული იქნება ვერტიკალურად ზევით მიმართული. აი ეს არის სწორედ იმპულსის მომენტის მიმართულება. ეხლა რაც შეეხება ამ სიგრძეს, ეს დაკავშირებული არის მის აბსოლუტურ მნიშვნელობასთან და ეს მიმართულება აბსოლუტური მნიშვნელობა განისაზღვრება ორი სიდიდით, კერძოდ აი ამ მანძილით და აი ამ მისი მოძრაობის მიმართულებით. როგორც ირკვევა აი ეს იმპულსის მომენტი, თუ შემთხვევა არის იდეალური, ანუ არა მაქვს მე გარე ხახუნი და არც შიდა ხახუნი, კერძოდ გარემო პირობები არ ამცირებს სიჩქარეს, ამ იმპულსის მომენტს ახასიათებს შენახვა ნიშნავს იმას, რომ აი ეს ვექტორი უნდა ინარჩუნებდეს თავის მიმართულებას და ასევე უნდა ინარჩუნებდეს თავის სიგრძეს, აბსოლუტურ მნიშვნელობას. აი ეხლა უკვე იოლია, თქვენ თუნდაც მიხვდებით, რატომ არის ეს მაგალითი, პირველი მაგალითი მოყვანილი ყინულზე მბრუნავი მოციგურავი, იმიტომ რომ ყინულზე ბრუნისას თქვენ იცით რომ ზედაპირი არის გლუვი და ამ შემთხვევაში ხახუნი არის უფრო მცირე ვიდრე ჩვეულებრივ ზედაპირზე და ამ შემთხვევაში ენერგიის დანაკარგი, ასე ვთქვათ, ხახუნი არის მცირე და ამიტომ იმპულსის მომენტი დიდი ხნის მანძილზე შეინახება. გასაგები არის რომ ეს ყოველთვის დიდი ნებისმიერი დიდი დროის ინტერვალზე არ გაგრძელდება, იმიტომ რომ იდეალური გლუვის ზედაპირი არ არსებობს და ადრე თუ გვიან გოგონას სიჩქარე, მოციგურავის, ამ შემთხვევაში მოციგურავის სიჩქარე შემცირდება და იგი გაჩერდება, მაგრამ რა თქმა უნდა ეს მოძრაობა გაცილებით ხანგრძლივი იქნება ვიდრე ჩვეულებრივ ზედაპირზე სრიალი. აი ახლა უკვე იოლია ჩვენ ახსნათ თუ რატომ არის რომ აი აქ გამოსახული არის მაგალითად ბრუნავ სავარძელზე ბრუნავი ადამიანი, რომელსაც ხელში უჭირავს ტვირთი, თუ რატომ ხდება რომ მისი სიჩქარე იცვლება, როდესაც იცვლის იგი თავისი ხელების მდგომარეობას. კერძოდ, როდესაც მას ხელები აქვს ახლოს თავის სხეულთან, მისი ბრუნის სიჩქარე არის გაცილებით დიდი. რატომ? იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მისი ზომა, ანუ პირობითად რო ვთქვათ, აი ეს ერმანძილი არის მცირე და იმისათვის რომ ეს L იმპულსის მომენტი იყოს იგივე, ბუნებრივი არის რომ მის სიჩქარე უნდა გაიზარდოს, იმიტომ რომ ეს არის ორი სიდიდის, ასე ვთქვათ, შეჯიბრი, ხო? კერძოდ R ვექტორისა და იმპულსისა, რომელიც სიჩქარეზეა დამოკიდებული, ხო? ანუ თუ R მე შევამცირე, ანუ ხელები მივიტანე ახლოს ტანთან, იმისათვის რომ აი ეს სიდიდე იმპულსის მომენტი იყოს მუდმივი, გასაგები არის რომ სიჩქარე უნდა გაიზარდოს. პირიქით, როდესაც მე გავზრდი ზომას, ანუ მანძილს ცენტრიდან, აი ამ წრეწირის განაპირა წერტილამდე, ანუ გავშლი ხელებს, ეფექტურად R გაიზრდება და იმისათვის რომ ეს L დარჩეს მუდმივი, იმპულსი უნდა შემცირდეს, იმიტომ რომ ორი სიდიდის ნამრავლი მუდმივ რჩება მაშინ, როდესაც ერთის გაზრდის დროს მეორეს იმდენჯერვე შევამცირებ, არა? და სწორედ ეს იწვევს იმას, რომ როდესაც აი ეს სავარდელზე მჯდომი ადამიანი გაშლის თავის ხელებს, ანუ R იზრდება, მისი ბრუნვის სიჩქარე შემცირდება. აი ამ შენახვის კანონით ჩვენ უკვე შევძელით აგვეხსნა ეს მარტივი ეფექტი, თუ რასთან არის დაკავშირებული სიჩქარის ცვლილება, როდესაც ბრუნავი ადამიანი ხელებს შლის ან მიაქვს ახლოს თავის სხეულთან. აი ამ ცოდნის საფუძველზე თუ განვიხილავთ იმ მაგალითს, რომელიც დაკავშირებული იყო ბრუნავს სავარძელზე მჯდომ ადამიანთან, რომელსაც ხელში უჭირავს ბრუნავი დისკი, ჩვენ რადგანაც ვიცით უკვე იმპულსის მომენტის მიმართულების დადგენა და ასევე შეგვიძლია შევაფასოთ მისი აბსოლუტური მნიშვნელობა, ანუ ამ ვექტორის
სიგრძე უკვე ჩვენ შევძლებთ ახსნათ ის თუ რასთან არის დაკავშირებული ეს ეფექტი, ხო? აი ამ სურათზე ჩანს, რომ საწყის მდგომარეობაში, როდესაც იგი არის მისი სავარძელი არ ბრუნავს და მას ხელში უჭირავს აი ესეთი ბრუნავი დისკო, ხო, მისი იმპულსის მომენტი, ანუ L1, ამ შემთხვევაში მთელი სისტემის მიმართული არის ვერტიკალურად ზევით. აი ამ მიმართულების საშუალებით ჩვენ შეგვიძლია, ხოდმისა რომ ნახატზე ეს არ არის აღნიშნული მიმართულება, გამოვიცნოთ თუ რა მიმართულებით ბრუნავს აი ეს დისკი, ხო? კერძოდ ადვილია იმის ჩვენება, რომ ეს დისკი უნდა ბრუნავდეს საათის სისხლის საწინააღმდეგო მიმართულებით, თუ მას ზემოდან დავხედავთ. აი მარჯვენა ხელის ბურღის წესის გამოყენებით ჩვენ ამას იულად დავადგენთ. აი ხა წარმოიდგინოთ სიტუაცია, რომელიც აი მეორე მარჯვენა მხარეს მოთავსებულ სურათზე არის აღნიშნული, აი ამ ადამიანმა შეცვალა იმ ხერძის მიმართულება, რომელიც ხელში ეჭირა და აი ეს დისკი მოაქცია ქვედა მიმართულებით. ბუნებრივია ამ შემთხვევაში, რადგან აი ეს თავდაყირა დაიჭირა ეს ხერძი, ეს გასაგები არის ჰორიზონტალური მიმართულებით გააგრძელებს მოძრაობას, მაგრამ აი ამ მიმართულების შეცვლის გამო აი ამ დისკის იმპულსის მომენტი მოექცევა ქვემოთ, ანუ მისი აბსოლუტური მნიშვნელობა ბუნებრივია იქნება იგივე, რადგანაც იგი არ იცვლის არც ზომასა და არც ბრუნის სიჩქარეს, მაგრამ ახლა მიმართულება შეიცვალა, იგი მოექცევა ქვემოთ. მაგრამ ჩვენ ვიცით ერთი რაღაც, რომ მთლიანი სისტემის იმპულსის მომენტი არ უნდა შეიცვალოს, ხო? აი ერთადერთი ვარიანტი არის აქ, რომ აი ამ ბრუნავ სავარძელზე მყოფმა ადამიანმაც შეიძინოს ბრუნვითი მოძრაობა, ამის შედეგად მასაც გაუჩნდება გარკვეული იმპულსის მომენტი და აი ამ ორი მომენტის ჯამი კვლავ იქნება ისეთი, რომ გაუტოლდეს საწყის მომენტს, ხო? ეხლა გასაგები არის, რომ როდესაც მე კერძოდ ეს სავარძელზე მჯდომი ადამიანი საპირისპირო მიმართულებით დაიჭერს ამ ღერძს, მისი ბრუნვა იქნება საპირისპირო მიმართულებით მიმართული. რატომ? იმიტომ რომ მისი იმპულსის მომენტი უნდა იყოს კვლავ ზემოთ მიმართული, ეს ერთი, ანუ მიმართულება იქნება ზემოთ და მეორე ისა რომ ეს ამ ვექტორის სიგრძე უნდა იყოს უფრო დიდი, ვიდრე აი ეს საწყისი მომენტის სიგრძე. რატომ? იმიტომ რომ აი ამ ზედა მიმართულებას გამოკლებული ეს ქვედა მიმართულება ჯამში კვლავ უნდა მოგვცეს ზედა მიმართულება, ხო? ანუ ამ ორი ვექტორის ჯამი კვლავ უნდა იყოს მიმართული ზევით. აი ამ იმპულსის მომენტის შენახვიდან და მისი მიმართულების დადგენიდან ჩვენ წინასწარ შეგვიძლია აი ნებისმიერ საინტერესო ეფექტში ახსნათ და ვივარაუდოთ თუ რა მიმართულებით წარიმართება ესა თუ ის ბრუნვითი მოძრაობა. ახლა ჩვენ აქ განვიხილეთ, რა თქმა უნდა, ბრუნვა გარკვეული წერტილის გარშემო, მაგრამ შესაძლოა სხეული თავისი ღერძის ირგვლივაც ბრუნავდეს, არა როგორც მთლიანი სხეული ბრუნავდეს რაღაცა წერტილის ირგვლივ, არამედ თავისი ღერძის გარშემო. კერძოდ, აი მაგალითად, როდესაც თქვენ ზიხართ კარუსელზე, კარუსელი ბრუნავს თავისი ცენტრის გარშემო და თქვენ, როგორც კარუსელზე მჯდომი ადამიანი, ასრულებთ ბრუნვას აი სწორედ იმ ცენტრის გარშემო. მაგრამ როდესაც თქვენ მაგალითად ყინულზე ერთ ადგილზე ბრუნავთ, ხო, გიკეთიათ სიგურები და ბრუნავთ, თქვენ ასრულებთ ბრუნვას საკუთარი ღერძის გარშემო. აი ისეთ შემთხვევას, ანუ ისეთ ბრუნვით მოძრაობას, როდესაც ბრუნვა სრულდება საკუთარი ღერძის გარშემო, ასეთ მომენტს უწოდებენ სპინს, ხო, აი აქ მოცემული არის სათამაშო ბზრიალა, ალბათ ყველას გისინჯიათ, ანუ სათამაშო ბზრიალით თამაში, მას როდესაც დააბზრიალებთ, მაგიდის ან სწორ ზედაპირზე საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ინარჩუნებს ასეთ სწორულ ბრუნვით მდგომარეობას. აი ასეთ შემთხვევაში ბრუნვითი მომენტი კვლავ არსებობს, მაგრამ რახან
ბრუნვა ხდება საკუთარი ღერძის გარშემო, კერძოდ ამ შემთხვევაში სრიალას თავისი ღერძის გარშემო, აი ამას უწოდებენ სპინს. ანუ ეს ტერმინი შემოღებულია იმისათვის, რომ გაარჩიონ ბრუნვითი მოძრაობა. ეს ხდება რაღაცა წერტილოვანი ან მაკროსკოპული სხეულის ბრუნვით სხვა წერტილის ირგვლივ თუ საკუთარი ღერძის ირგვლივ. აი ამ სპინის მიხედვით თურმე შესაძლებელი არის ძალიან წარმატებულად გაკეთდეს ელემენტარულ ნაწილაკთა კლასიფიკაცია, კერძოდ როგორც ირკვევა ნაწილაკების სამყაროში, ანუ მიკროსამყაროშიც არსებობს სპინი, თითოეულ ნაწილაკს გააჩნია სპინი და ეს სპინი ინახება. განსხვავებით მაკროსკოპული, ანუ ჩვეულებრივი მექანიკური სხეულისგან განსხვავებით, მიკროსამყაროში სპინი არის ცოტათი განსხვავებული, იმიტომ რომ თქვენ უკვე შეამჩნიეთ, რომ ჩვეულებრივ სხეულებს რახანა აქვთ ზომა, მე შემიძლია, ასე ვთქვათ, ვილაპარაკო მექანიკურ მომენტზე და სპინზე, იმიტომ რომ გარკვეულ ზომებთანაა დაკავშირებული. მაგრამ რადგან ნაწილაკი ისეთი მცირეა, შეიძლება მას საერთოდ არ გააჩნდეს ზომა, თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ მისი სპინზე ლაპარაკი, ან მექანიკურ მომენტზე ლაპარაკი, ცოტათი შეიძლება უაზროდ მოგვეჩვენოს, მაგრამ მიუხედავად ამისა, თურმე ნაწილაკების სამყაროში სპინი ყოველთვის არსებობს, მაგრამ ეს დაკავშირებული არ არის, პირდაპირ კავშირში არ არის ნაწილაკის ზომასთან. აი ისეთი ნაწილაკი, როგორც არის ელექტრონი, თურმე მას აქვს სპინი. აი ის ნაწილაკები, რომელიც ჩვენ განვიხილეთ წინა ლექციაზე, ეს იყო ჰადრონები, კერძოდ გახსოვთ თქვენა, რომ ჰადრონების კლასში გაერთიანებულია ყველა ის ნაწილაკი, რომელიც განიცდის ძლიერ ურთიერთქმედებას. აი ეს ჰადრონები შემოიღეს მაშინ, როდესაც მეცნიერები უკვე მიხვდნენ, რომ პროტონი, ნეიტრონისა და ელექტრონის გარდა მრავალი კიდე სხვა ნაწილაკი არსებობდა, რომლებიც იბადებოდნენ ისეთ რეაქციებში, რომელიც დაკავშირებული იყო ძლიერ ურთიერთქმედებასთან და რადგან არ იცოდნენ თუ რა პრინციპი აერთიანდებათ მათ, ისინი ყველა მოათავსეს ერთ კლასში და მათ უწოდეს ჰადრონები. ეხლა, როდესაც მექანიკური მომენტი შემოვიღეთ ჩვენ, ბუნებრივია თქვენც მიხვდით, რომ მექანიკაში, ჩვეულებრივ ფიზიკაში, მექანიკურ მომენტს შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერი მნიშვნელობა. აი განსხვავებით ამისა, ნაწილაკების ფიზიკაში, ანუ მიკროსამყაროში, სპინს, ანუ მომენტს, რომელიც თავის ღერძის გარშემო მოძრაობასთან ანალოგიაა, ეს მხოლოდ მე ეს მექანიკური ანალოგია მოვიყვანე, იმიტომ რომ გაგვიადვილდეს ჩვენ წარმოდგენა და გააზრება იმისა, იმ სიდიდისა, რომელიც გამოიყენება ელემენტარულ ნაწილაკებში, თუმცა ერთ-ერთზე ანალოგია ბუნებრივია სწორი არ არის. თურმე ნაწილაკების ფიზიკაში, ანუ მიკროსამყაროში, ნაწილაკის სპინი შეიძლება იყოს ან რაღაცა რიცხვის ჯერადი, კერძოდ შეიძლება იყოს მთელი რიცხვის ჯერადი და შეიძლება იყოს კენტნახევარი რიცხვის ჯერადი. აი ამის მიხედვით ჰადრონები იყოფა ორ კლასად, ორ ძირითად ქვეკლასად. ეს კლასები არის მეზონები და ბარიონები. კერძოდ მეზონები არის ის ნაწილაკები, რომელთაც გააჩნიათ მთელი ჯერადი სპინი, მთელი რიცხვები იცით თქვენ, ხო, ეს არის 0, 1, 2, 3, -1, -2, -3 და ასე შემდეგ, ხო, აი ეს ასეთ ნაწილაკებს უწოდებენ მეზონებს. მეორენაირად იმ ყველა ნაწილაკს, რომლის სპინი არის მთელი ჯერადი, უწოდებენ ბოზონით. ინდოელი მეცნიერი იყო ბოზე, რომელიც სწავლობდა ამ საკითხებს და მის საპატივცემულოდ მეორენაირად ასეთ ნაწილაკებს ბოზონები ეწოდებათ. ხოლო ბარიონები, რომელიც არის მეორე ქვეს კლასში, მათ აქვთ კენტნახევარი სპინი, კერძოდ კენტი რიცხვები თქვენ იცით, ეს არის რიცხვები, რომლებიც ზუსტად, ანუ ნაშთის გარეშე არ იყოფა ორზე, მაგალითად 1, 3, 5, -1, -3, -5, ყველა არის კენტი რიცხვები და კენტნახევარი რიცხვები, რომლებიცაა, ანუ ამ რიცხვების ჯერადი რიცხვები, აი მათ უწოდებენ ბარიონებს, მეორენაირად ფერმიონებს. ფერმი იყო ასევე მეცნიერი, რომელიც, ასე ვთქვათ, სწავლობდა ამ საკითხებს.
აი როგორც ირკვევა ნაწილაკთა ფიზიკაშიც ანალოგიით მექანიკისა ეს სიდიდე სპინი ინახება და აი ამ სპინის შენახვის გამო გარკვეული რეაქციები ემორჩილება უკვე ძალიან მკაცრად და კონკრეტულად განსაზღვრულ წესებს. აი ეს სპინი თამაშობს ძალიან მნიშვნელოვან როლს იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ ვიწინასწარმეტყველოთ თუ ესა თუ ის რეაქცია როგორ წარიმართება, აი როგორც მაგალითად წინა სლაიდებში ჩვენ ვაჩვენეთ და სპინის, ანუ მექანიკური მომენტის საშუალებით ჩვენ შევძელით ახსნა თუ რა მიმართულებით უნდა ყოფილიყო ესა თუ ის მოძრაობა, ხო, აი ამ სპინის საშუალებითაც უკვე შესაძლებელი ხდება ნაწილაკებში მიმდინარე რეაქციების წინასწარმეტყველება თუ რომელი რეაქცია იქნება ვთქვათ დაშვებული და რომელი რეაქცია იქნება აკრძალული. აქ კვლავ მოყვანილი არის მექანიკური ანალოგიები, კერძოდ აი ყოველდღიურ ცხოვრებაში თქვენ ბუნებრივია შეხვედრი ხართ ეფექტებს, რომლებიც თქვენ კარგად იცით, აღარც გიკვირთ, მაგრამ შესაძლოა მისი ახსნა, ასე ვთქვათ, მათ ახსნაზე არ გიფიქრიათ, მაგრამ აი მექანიკური მომენტის ან სპინის საშუალებით უკვე შეიძლება, აი მაგალითად სათამაშო ბზრიალა არის პირველ აქ მარცხენა მხარეს მოყვანილი, ხო? თქვენ როდესაც მოიყვანთ მას მოძრაობაში, ხო? ბრუნავი ბზრიალა საკმაოდ დიდი დროის მანძილზე ინარჩუნებს ასეთ წონასწორულ მდგომარეობას, მაშინ როდესაც თუ ეს ბზრიალა გაჩერებული, აი ეს ძაბრისებური ფსკერი აქვს, მას გაჩერებულ მდგომარეობაში ბუნებრივი არის, რომ იგი ვერტიკალურ მდგომარეობაში არ გაჩერდება და იატაკზე წაიქცევა. აი მოძრავი მოტოციკლისტი თუ გინდ ის ერთბორბალზე ბრუნავდეს, ინარჩუნებს ასეთ მოძრაობას, ასეთი მოტოციკლეტი როგორც ირკვევა არის საკმაოდ სტაბილური, იმიტომ რომ ბუნებრივია იმის გამო რომ მისი მოტოციკლის ბორბლები წამყვანი ბორბალი ამ შემთხვევაში ბრუნავს, მას აქვს სპინი და იმის გამო რომ სპინი უნდა შეინახოს, ანუ მისი მიმართულება არ უნდა დაირღვეს, იგივე მიმართულებით უნდა შენარჩუნდეს სპინის მიმართულება, ბუნებრივი არის რომ ამის წყალობით მოტოციკლი ინარჩუნებს სტაბილურობას. აი ბუნებრივია, ვინც ასე ვთქვათ ვისაც გიყვართ ველოსიპედზე ჯდომა, თქვენ მარტივად დაკვირვები ხართ, რომ რაც უფრო სწრაფად თქვენ ატარებთ ველოსიპედს, უფრო სტაბილური არის, ხო? აი ძალიან ნელა თუ ატარებთ ველოსიპედს, ან თუნდაც გაჩერებულია თქვენ ვერტიკალურ მდგომარეობაში, ბუნებრივია უფრო გაგიჭირდებათ ყოფნა, ხო? მაგრამ აი დიდი სიჩქარით რომ უკვე მიანიჭებთ ველოსიპედს, რადგან ბორბლები სწრაფად ბრუნავენ, გარკვეული განსაზღვრული მიმართულებით, უკვე არსებობს იქ მექანიკური მომენტი, ანუ სპინი, ანუ ბორბალს აქვს სპინი, თავისი ღერძის ირგვლივ რახან ბრუნავს და იმის გამო რომ ეს სპინი უნდა შეინახოს, მთლიანად ველოსიპედი ხდება სტაბილური. აი იგივე ეფექტი არის, აი მაგალითად თქვენ თუ აიღებთ მონეტას და მის დაბზრიალებას შეეცდებით მაგიდის ზედაპირზე. ბუნებრივი არის, რომ ჩვეულებრივ გაჩერებულ მონეტა ასეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში წონასწორულად არ დადგება, ხო? ან თუ დადგება, ეს მდგომარეობა არ იქნება სტაბილური, მალევე წაიქცევა. მაგრამ აი როდესაც დააბზრიალეთ, თქვენ მისცემთ ბიძგს. აი დაბზრიალულ მდგომარეობაში იგი საკმაოდ სტაბილური იქნება და შეინარჩუნებს ამ მდგომარეობას გარკვეული დროის მანძილზე. აი ეს მექანიკური ანალოგია არის ახსნილი, აქა მდგრადობა ნარჩუნდება აი ამ ორივე ანალოგიაში, რომელიც მოყვანილი არის აქა, აი ეს ორივე მოვლენა ჩვენ უკვე ახსენით მექანიკური მომენტის, ანუ სპინის გამო და როგორც ირკვევა, ეს სპინის შენახვის კანონიც ძალიან მკაცრად სრულდება ნაწილაკების ფიზიკის სამყაროში, ანუ მიკროსამყაროში.